წერუზე. აქცივა მე გავიყინე. მოდი გაცბი და მე იმას ავალაგებ. მოდის დამთავრდება ეს გაუთვალებელი. კეიფები. უცნაურ ხალხთან, რომელიც საერთოდ არ ვიცი ვინ არიან და რა ინტერესია მათთან ურთიერთობის. ყავადალი. მომნატრებია აქაურობა. შენ არ განატრება ის დრო როცა ხაწავდი? საინტერესო. ისეთ სივა გეგონება საფლავში ვართ ორივე. გათბობა ჩართულია, უხარიც ანთია, მაგრამ ცივა. ალბათ იმიტომ რომ ჩვენ აღარ მოვდივართ. იმიტომ რომ არ შეიძლება გამოკეტო ეს ყველაფერი და გადააქციო წარსულის გაძბონაშთა აკლდამად. არ მეთანხმები? როგორ დავიჯერო რომ არ გენატრება ეს ყველაფერი. იცი რა რაღაცეები ძალიან ყვდება ჩვენ გარშემო და ჩვენ შეგიძლია მომისმინო როცა გელაპარაკები. რატომ მარხავთ აი ამ ყველაფერს? რა დაგვემართა რატომ გავჩერდით და გავიყინეთ ერთ ადგილას როგორც ორი უმაწყვეტინეთ როცა ვლაპარაკ. შეიძლება ერთხელ მაინც გამორთოთ ეს ტელეფონი, როცა მე ასეთ რაღაცას გეუბნები, რა? აი ჩვენი მთავარი პრობლემა. უსულო საგანი, რომელიც ყველაზე მეტ დროს გართმევს. რომლის გამოც ჩემი დრო აღარ გრჩება. რა გავაკეთო? ტელეფონად გადავკეთდე? შემოგიხედია? და გიკითხავს რამე ხო არ გჭირს? კარგი რა. შენ არაფერი აღარ გაინტერესებს. შენ გაინტერესებს მხოლოდ ფულის მანქანად გადაიქეცი. აშენებ სახლს. ივლი მანქანით. წახვალ რესტორანში შენს ძვირფას ძმაკაცებთან ერთად. მე რა გავაკეთო? კარგია. მე რა გავაკეთო? დავამთავრო ცხოვრება? და რა ვქნა, ვიყო ვიღაც ბიზნესმენის ცოლი? და როცა ჩემი შინაგანი სამყარო სხვა რამეს მეუბნება, როცა მე ყველაზე მეტს ვლაპარაკობ შენთვის, როცა ყველაზე მეტს ვცეკვავ, როცა ყველაფერს მხოლოდ შენთვის ვაკეთებ, მაშინ შენ რას აკეთებ? არ მოდიხარ ჩემს პრემიერაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ არ გესმის, რომ ყველაფერი, ყველა სათქმელი მხოლოდ შენ გეკუთვნის. და როცა შენ ეს ყველაფერი ფეხზე კიდია, მე ვკვდები. სად წავიდა ბიჭი, რომელიც მე მიყვარდა? გაქრა? გაქრა? ფულმა გაჯობა? მე მოვკვდები, გესმის? ასე ცხოვრება არ შემიძლია. მე მივდი.